ძველი თბილისის ისტორიული უბნები, აღდგენილი მეჩეთი და რეაბილიტირებული შენობები, კალაუბანი, აბანოს შესახვევი და ბოტანიკური ბაღის ქუჩა დღეს ქალაქის მერმა ყველა ის ადგილი მოიარა, სადაც რეკონსტრუქცია დასრულდა. Ანამ რეკონსტრუქცია დაიწყებოდა, ეს მდგომარეობაში იყო. რეკონსტრუქციის შემდეგ მივიღეთ თბილისისთვის დამახასიათებელი ძალიან ლამაზი ეზო. სახლი, რომელიც ძველი თბილისის ისტორიულ უბანში მდებარეობს, სრულად ასახავს ქალაქის საუკუნის წინანდელი იერსახეს. ბოტანიკურის 15 ნომერში მდებარე სამსართულიანი შენობა ერთი წლის წინ თითქმის ბოლომდე დანგრეული იყო. ჩაფხუტებით უნდა გვევლო. როდის დაგვენგრეუდა თავზე სახლები არ ვიცოდით და ეს გაკეთდა, ეს სილამაზე. ძველი თბილისის ერთი ქუჩის ბოტანიკური საღმართზე სულ 29 სახლს გაუკეთა რეკონსტრუქცია. მათი ძირითადი ნაწილი გაამაგრეს. გარე ფასადი ისტორიულ წყაროებში დაცული ფოტომასალის შესაბამისად მოაპირკეთეს. ამას გარდა აქ გაკეთდა კიდევ 28 სახლი, შამში გაკეთებულია 29, აქედან 18 კაპიტალურია. რეაბილიტირებული სახლები დღეს თბილისის მერმა დაათვალიერა. გიგი უგულავამ მოსახლეობასთან ერთად ის ადგილები მოინახულა, სადაც სარემონტო სამუშაოები ჩატარდა. კალაუბანი, ლეხვთახევი და აბანოს შესახვევის ისტორიული ქუჩა მერის მარშრუტის მთავარი ნაწილი იყო. ქალაქის მერმა დღეს ახალი ხელისუფლებაც გააკრიტიკა. ახალ არეალში ვეღარ შევედით, ეს ერთი წელი ძირითადად სამწუხაროდ მოგერიებით ვართ დაკავებული კულტურის სამინისტრო იქნება თუ ცენტრალური მთავრობის მხრიდან. იცით რომ კანონის შეიცვალა და დღეს საერთოდ ამ თუთა სტატუს-კვო ისეთია, რომ ვეღარც ჩვენ ვერაფერს ვეღარ ვაკეთებთ, გარდა იმისა, რაც ვასრულებთ დაწყებულ სამუშაოებს და აღარც ახალი შემსრულებელი ჩანს, იმიტომ რომ კულტურის სამინისტრო პრაქტიკულად ვერც დაალაგდა ჯერ. საუბარია რომ კანონს ისევ თავიდან შევცვლით. მე მართლა გულწრფელად რატო ვიღებდით იმ კანონს, თუ ვიცით რომ ისევ ის შესაძლებელია, ან რატო გავაკეთეთ ისე რომ აი ხა მაგალითად 120 საქმე ძველი თბილისის არეალში საანებართო საქმეს გულისხმობ, არქიტექტურული საქმეები ჰაერშია გამოკიდებული. თბილისის მერს დღეს კულტურის სამინისტროში არ უპასუხეს. კომენტარი არც ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოში გააკეთეს. საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ კი ისტორიულ უბნებში მშენებლობის ნებართვა სწორედ ეს უწყება იძლევა.